სალამი მეგობრებო. ეხლა ჩვენ მივდივართ თოვლიან წყალტუბოში და თოვლიან წყალტუბოში უნდა გავაკეთოთ დნეპრი და აუცილებლად მოკლედ უნდა ვიდრიფტავოთ ამ დნეპრით თოვლიან წყალტუბოში. თოვლი არის საშინელი მეგობრებო. ეხლა შევესწრებოთ და განახოთ. აჰა. საშინელი თოვლია როგორც გითხარით და ეხლა ჩვენ მოკლედ მივალთ ეხლა სადაც გიგუნასთან შეუვარდებით გარაჟში. მოკლედ შემოგარგებო. ეხლა ჩვენ უნდა მოვხოდოთ ჩვენი დნეპრუკა, რომელიც ცოტა გაურკვეველ მდგომარეობაში ამ ეტაპზე. რადგან რაღაცები დაუზიანეთ მაგ დნეპრს. რაღაცები ვემაიმუნეთ და შესაბამისად რაცივა ბიჭო. მიკროფონი წავიღოთ რო ბიჭები რო დაგულაპარაკებიან. შევძლოთ ხმის გაგონება. აუ რა თოვლია ჩინი. ეს ნახეთ უბრალოდ. ესეთი მდგომარეობა. მაგრამ არ შევუშინდებით და ყველაფერი იქნება გადასარევად. ეს კარი მე ვაქ. შევიგეთ. ოპა, ხია, შევდივართ. აით! აქ რა ხდება მეგობრებო? კარგი გამარჯობა. გამარჯობა და იგი ასე მირჩევნია ეგ. კი, ოღონ საპირისპირო უნდა კიდევ რა კაი. და თოი. რა ვავიქნები? სასწაული ხდება რეკოთებზე მინდა გითხრა. ჩამოდი და ლიფტული მანქანია. ჩამოვედი და ლიფტული აუდითა. და ალბათ დღეს მაგითიც და აქანა დაგახვდეთ ლიფტზე დნეპრი. აქ რა ხდება ზმობას გაქვს. ეს ასე მდგომარეობაში რატო ყავს? ბიჭო დავშალე, დინამო დაიწვა. დინამო დებეწვაო. დებეწვა არა. მოსახლეობის ზონიდან გავიდა დინამო და მე კაბელები შევამოწმე, რაღაც კაბელები იყო დამწვარი და კაბელები კარგი, რაც კარგია, კარგი. ეს იმედი მაქვს ჩანს ვიდეოში. ახლა ისე პატარა ტექნიკური გადამოწმება და მე ისე ვიზამ თვითონ დღეს? კი. მოვახერხებთ? ნახევარ საათში სანამ თოვლი დადნება. თოვლი რას დადნება? მე რა მაინტერესებს ახლა? ჩემო გიგოლოზ. დიახ და იგი? ჩვენ უნდა შევცვალოთ დინამო როგორც მახსოვს ხო ესე? კი ბატონო. და დინამოსთან ერთად კიდე რა იცვლება? მეორე დინამო. ოპა, ჩეპემ. ეს დაიწვა, ეს კაია. კარგია. ვიზუალურად არაფერი არ ეწყობა. მაგი კი? ორივე ერთად იგივე ნაგავი. მაგიც კი, თავისი სარეგულირებული კოები თუ სარეგულირებლები მოკლედ ყველაფერია რა, სიგიჟე. საბჭოეთი ზედიტი მოკლედ ვერ ვიტყვით რაღაც. ძალიან კარგია. კაი, მე რა შემიძლია რომ დაგეხმარო, მაგრამ გარეთ მანქანა ყავს ისე დატოვებული, რომ შუქები რაღაცები მაქანთებული და ამ თოვლს აქ ვაგროვებთ. არ გაგვიფუჭო. კაი, სადო მიაყენე ისე რომ თოვლი არ გავაფუჭო. თავარი ეგა თოვლია. გინცვალე. რამდენი სანტიმეტრი იქნება? რაღაცა 40 სანტიმეტრი იქნება. 30-ზე მეტი უეჭველი. როგორც ბიჭები იტყოდნენ 60-70. მაგიც კი. ვერ შეგეძინა ავდები. კაი, გადასარევი. მალე იზამ. კაბელებს მალე მოგჭი. მე რა გაგასაკეთე? და ქოქო არ ვიცი. ანუ ბენზინი. ამოიარე ეს ერთ კვირაში და რაშია პრობლემა? ბიჭო, ეს რო ამოწმენდი ამას რა. ხო. ხელნაკეთი თანამედროვე ტექნოლოგიით რო არის აწყობა. დიახ. ხა შაიბა აღარ დაუტანია. ვალადის. ხო და ვერ ითulis ახლა გამართულად. შაიბას დაუტანია, ამოვწევ იმას მაგნიტთან ახლოს იქნება და ვაუ. დამთავრდა. გადადიოდეთ იქეთ და შლანგებს ეძებდეთ, კაი იქნებოდა. შლანგებს ვეძებდი არა ის. პაჰოდუ. ბენზინი მოგქონდეს, კაი. პიამ. ნახოთ რა ხდება, აბა სვეტი დასველებულია ძმა. დასველებულია კი. ეს ყველაფერი არის ჯერ დასატესტი. ნუ ახლა ნაჩვენს არა ის რა გვაქცეს. კი. დაასხი არაღი მაგის დედას. დაასხი. დანებდა. აი, ცეპლენია საწევიდა. ძებლედია გაგვითხოვდა. აქედან ამახ. რა ხდება? კარბურატორი ყოფილა გაჭედილი.
კარბურატორიაო თქვა უფროსმა და აჰა მე იწრუს რა გაიწყალია? წყალია თუ ბენზინი წყალია. ო რა მიყვარს წყალი მაშინ ლოგიკურია მეორე კარბურატორშიც იგივე იქნება შანსია რა. მაგრამ ის შანსი არის რომ ამაში არ იყოს იმიტომ ეს თავიდანვე მოძრაობდა ჩვეულებრივად ეს სულ წყალია ვინ? მოკლედ კარბურატორს ვთითავ ახლა. ეს ჩართულია? კარბურატორის თვითონ კამერა გადაყვანილი 6 თვე იმუშავა წყალზე. არა მე გაძვიდა წყალი. მე დამირეკეს ამერიკიდან გაგაქრობთ. ხო და დავაბრუნდა ისევე ბენზინს. ახლა წყალი ჩამოცალი და ბენზინს ჩავასხამ შიგნით. დაიქოქება. მიხურავდნენ პროექტს და გიგამ გადაგვარჩინა რომ ისე ბენზინზე გადააწყო. მომეც ბენზინი. ახლა ბენზინს ვასხამ ისე. ბენზინი მო. აუ რა შრომობჭი. რა მიყვარს სუქანი კაცები? აჩევიდა. შევიდა გიჟივით. დავაი. თუ გული გულობს, მოტორი ცალცილზეც იქოქება. კი ბატონო. ეს ვინ გამითიშა? უი, ამაში წყალი ყოფილა. რა უცნაურია. მეთქი, ერთ ცილინძე მაინც დიდებულიო. ავტო. დამისხით ვეჯო არა, ხალხია რა. არა ვარ. არ მინდა, ღვინო. ღვინო დალი ეშაგებება. არ დაითრები. ღვინო და ქალები და დუდუკი ბარე. შიჩ. მუშაობს ყველაფერი. ოხო, გევიოფ. გიგა დამეხმარე რამეში. აიცო ფილტრი. ეიცალა. საწაო. არცას. გასველდებოდა სვეჩები. ეს უკვე მესმის. პროდილა. დავაი. რანინადა. გენდი დაცხა. მოიც. რას დავაჭიროთ ამისთანაც? ის კრამწევდა. გაცხა გამძრო უეჯელი ახლა. რა გაგზრა? ის კრამწევდა. ბატონო გიგა, აქ რა დაგვემართა ჩვენ? რის გამოც ავაწყოთ მთელი კონსტრუქცია? ეგრეთ წოდებული ზარი-ჰატკის რეელი არ იყო შეერთებული, ეხა შეერთდა. დელიქენია რა. შეიამასაკენი იქანა. შეავამასაკნა აქანა? ხო. მოგიდა მაგას. მომე? მივეცი. კი, აი კონტაქტები ატყობ სამის. აა. მოუჭირე კარგად? სადაა პრობლემა? კარგად შეჯენაშია პრობლემა. კარგად შეჯენა? ზარიად წარმუშავს. ზარიად წარმუშავს. ჩეპე. რა გავაკეთეთ? ისევ არ მუშაობს, ასე ვთქვათ, დამუხტველი სისტემა. შესაბამისად დინამო შეცვლამ არ გვიშველა. რა გვიშველს ბატონო გიგა? ახალი რელე. ნუ პრობლემა იმას მარტივი ყოფილა ვიდრე მეგონა. მუშაობს. ამუშავდა. არა, მუშაობდა. რა. 20-ია, გამევია. რატო, მაგრამ გამევია. არა, მთავარია ამუშავდა.
მოიცა ძამებ რატო ის? ფიჩო. არ მეტყვის. ბიჭო, ნახე რა მხელა დადო. ავა რა. არა. აჰა. 11 ვოლტი ქაია. 12 ვოლტი და ჩართო? ავა. 12 ვოლტი არა, სწორია, ხო არა და. მოდი ბენზინს რომ მივაშველოთ ისე უკეთესი შეიძლება იყოს. მე თავიდან თავაზობდი მაგ იდეას, მაგრამ რატომღაც დავიჩაგრე. დავაგოთ ბაკი. გიგა დავაგოთ ბაკი გეხვეწები. მოსახსნელი რო გახდეს. მოხსნას მე გეხვეწები ბაკი დავაგოთ. აუ რა ჯიუტია. სიაბოლო ჩაწვეთება. საშინელება ადამიანი ხარ, ადამიანიც კი არა ხარ, საშინელება. შეხედე რა უქმია, შენ გადაუ. ეს რა არის? შეხედე. შენი აუ კაი რა. ახალი კურტკა გამიფუჭა. მეორე მაკლიკინო აიცის. პრობლემას ვერ ხედავ. გამუშავ ფოსულს, ა? გახეთქო საკუმულატორს. მოდი ისი რა, ფარი დავაყენოთ. 15 წუთია გახეთქო. და დატვირთული ვამუშავოთ. მიდი. ეს დაამაგრე. ფარი დაამაგრე. და ეს დაამაგრე, აგერ გეხვეწები. ავაწყო და ფაკი დავადოთ და ისე ვქნათ. კომუტატორი. მეჩი მაქსიმუმი გავდო. ბაკი დააგე. დააგე. დააგე, ბაკი დააგე. არა, დააგე, ბაკი, რო გელაპარაკები, დააგე, ხო. არა, ხო, მიდი დააგე, ბაკი. მიდი აქ. პარაკი მაინც არ დამის. ის ვინც იცის, იმას უნდა აცადო, გაიგე? ზე ზარია თო. გადაუჭირი ახლა. წელი მდგიო. რა გინდა? ნოშკაზე შევაგდოთ. რა უნდა ვქნათ? ნოშკაზე შევაგდოთ. ნოშკაზე? ისე რომ მოკიდო რაღაცას, ხელი კაი იქნება. შეჩემა ტურისტივით რო დადიხარ, რა გაატრაკე. გაჩე. იმწიოთ აქ. გიგა, იგი ვერ ჩავს. შემეშ. რა ცუდი მისადგომია, ბიჭო. დავაი წევედი. ოპა! კი ვიცოდვა. აქ ვედები. დავაი. ვერ გაყვალ. ძიმეცა დაგვაქვს ვიდი. დავარ. აი და ბანკანი ჩემოვა. აი! დაშოვი, ბიჭო, ოი, ჩადი.
Ничего. Все. Саул. Гаджек. Relax. Cut. Got it. Woo! We got the baby Argisa, Allah! Opa! Iglok! ეხა იქნება არ დავიყო. დავაი, დაზადნე გიგუ. დაზადნე. ოპა! იქვა ზადნი არ აქვსო. ცოტა იხურავე, ვალუ. დავა, აჩ. ოპა. გესმის? არ ჩავარდა? სადიში აღარ მინდოდა და გამოვარდიდა. არ გაასვეჩკიო შენ ზოა. მოჭიდე არა, არ სვეჩკავს კიდე კა. ვერ მიდის? არა. აქედა ხანესა, გაჭედი. დაიღალე გიგუ? Picho. Ho! Adelante. Opa! Გავჭერდე, ჩემო გიგოლობს. ეს ნამდვილი გიშგარაშია მეგობრებო. გიჟური რბოლები დებილურ მოტოციკლეტებზე. ეხვერწები არ მოადრია. ხო! უეჭველი ავყირავდებით. უეჭველი. მერცოჩემო, მაგრა გავიჭი. გადი. არა. არ ვიცი. კაი. ჰოპა! არ გვივარგა საბურავები. ჯდება, არა. რა არა. უშაობს, მაგრამ ესე რა. ო, ცუდად მუშაობს. იო, მაგარი იყო. ცოტა სამოვისუნთქავ და დაგიბრუნდები.
ხარჯი გავში. გაჩერდი ვერ ვიყურები ვერ გადავხტები ვერაფერი გელაკენ დიახსენ ყველაზე მაგარი. გალფზე ვიდეთ და ტბაზე შევიდეთ, ჩიმ და გადავიღოთ იქან. გვეყოფა ბენზინი კი. დავა ეხა მივდივართ ცივ ტბაზე იმედი გვაქვს ჩვენი მიკროფონები არ გაფუჭდება ასე რომ ათოვს და აწვიმს და ასე შუ და იქ გადავიდეთ ტელეფონში და რაღაც გავაკეთებ და აუ გეხერწები თოის ბაბუ აჩვენი აუქელა თოის ბაბუ აჩვენი გეხერწ დენგენაცვალ ოპა გიჟივით აბრა ოპა დაუკარგეთ კინაღამ გიგახეთე მაგრამ არ გაგვიყარეთ გიგუ დიახ. რა სიტყვი საბოლოო ჯამში საბოლოო ჯამში. ეს რისი ბრალია ესეთი ცუდი ისო გვაქვს რა ქვია შეგება. ანამდე კარბურატორებმა გაამართლა იდეალურად მუშაობს. კი, კარბურატორებმა ელექტროსისტემა იდეალურად მუშაობს, გაამართლა. თვითონ დნეპრმაც გაამართლა. თვითონ დნეპრმაც გას. კარგად, მოკლედ. ყველაფერი მუშაობს იდეალურად. ერთადერთი საღებავი არ გვიგვარდა, იმიტომ რომ აი ესე მარტივად უცებ შეღებილია ზედვე ყოველგვარი დამუშავების გარეშე. რასაც გავს კი ხედავთ და 4 დღე დამუშავებას თუ არ ჯავდით. ხო, დანარჩენს მე ნიგოლოზე მიხედავს რემა კასტემში, ჩვენი ძმა და მეგობარი. ხო, პრინციპში ზეთები მაინც გაგვდის და ალბათ ზეთების პრობლემას მოვაგვარებ კიდე ერთ ჩამოსვლაზე რომ ჩამოვალთ. ჩამოვიტან საჭირო ინგრედიენტებს ბატონო გიგუ დამავალეთ და ვიზამ. დიახ. დანარჩენი ერთადერთი თბილისში რო გადავიყვანთ ახლა ამ ბაიქს, შევკერავ ამის სკამს, იმიტომ ეს სკამი ძალიან გაუბედურდა და აღარ ვარ გაარაფლად საერთოდ რა. აქ ისევ აუწყობთ რაც ქონდა ნიჩაბი, წინ კანისტრა ბენზინისთვის. კაჩესტო. საღებავი ვიყო. კარგია. გაგიჯებული. ეს არის 2024-ის ნამუშევარი ეთყობა. გემოზე, აი არომატები მოაქვს. თუ 23-ის 23 დეკემბერი ხო არა? კი, ჰა. სახელოსნოშია გაკეთებული. კი. 4 დღე მუშაობდნენ ამას. ნამდვილად. მერე. წელიწადი და რამოდენიმე თვე ზეზე არის ნაგდები. აი. მოკლედ, რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთადერთი რაც ამ მოტოციკლეთს მართლა გააჩნია და სხვებზე ნაკლებად არის, ეგ ხელმისაწვდომი არ არის, ეს არის მართვის სტილი და მართვის მანერა, რომელიც უაზროდ ბევრ რას ბედნიერებას განიჭებს. ალბათ იმიტომ რომ დებილობაა და დებილობას ვმართავ, არ ვიცი, ეგ ვერ ამოხსენ ჯერ მე
რაშია მუღამი, მაგრამ ფაქტი არის, რომ მაგარი სახალისო არის. თან განსაკუთრებით ეტლში როცა ზიხარ, რა. ეგრეთ წოდებულ კალიასკაში. სტანდარტულად ყველა მიჩვეულია ორბორბლიანზე, ხო. აი ველოსიპედი ყველა მიცის. კი. ეტლში ჯდომა უკვე ისეთია, სხვა რომ ეფექტია. გამოცდილება არ აქვს და ეს გაძლევს მაგის ეფექტს. თან გინარგინა მოტოციკლეტია, ხო. სამბორბალზე დგას და გონია რომ ყველგან გავა, მაგრამ 10 სანტიმეტრს როგორც ბიჭები იყოდნენ 20-30 რო დადებს. ხო, მე ვეღარსად ვეღარ გადის. არა, ჩვენ სახა საბურავები არ გვივარგა, ეგეც ფაქტია. მაგი კი, მაგრამ ისედაც კლირენსი დაბალი აქვს. იმისთვის რომ უგზოვაში კარგად იარო. ნახე ხა რა ხდება მეგობრებო. ზოგადად ხო უკანა წამყვანი არის ეს ნეპრი, ანუ თა მოტოციკლის ხარესაც არის, უკანა ბორბალს მიყავს, მაგრამ არის ესეთი მოდიფიკაცია, რომელიც ეტლში გადის დამატებითი კარდანი და ეს ბორბალი ხდება წამყვანი. ანუ გამოდის რომ სამი ბორბლიდან 2 ხიდიანი გამოდის მოტოციკლეტი, რა. და ძალიან დიდი გამოვლობა გეძლევა იმის ხარჯზე, რომ ეს ბორბალი სტრიალებს. რატო? ზოგადად თუ დააკვირდებით ჩვენ ვიდეოებში, თუ სადმე ვიჭედებით, სულ კალიასკა რაღაც ეჭრება, ან იჭედება, ეტლის მხარის მეტი პრობლემაა რა. ვერ იმაშება რა, ანუ მიაქ რა ეგრევე იმიტომ რომ ხო, სიმძიმეს ამბავიცაა და ესეც რო არ ტრიალებს კარგად, ან თვითონ წამყვანი რო არ არის, უეჭველი იჭედება ხოლმე. შესაბამისად, თუ ერთმა ინება და დიდმა საბჭოეთმა შემოგვინახა თავისი სუპერ გამძლე კონსტრუქციები და იმ გასთან რო ავალთ, იქნება ეგ სასარგებლო, შევეცდებით მაქსიმალურად რომ ვიყიდოთ, ან საბას ვაყიდიოთ და მე დავახიოთ ძმაკაცურში. ეგეც მოსულა. ხო. საბა იძახის რომ სახანძროს ისა ბაიკი იყო და ჩესნ ვიზუალზე აყვანა შეიძლებაო. ჩესნი ვიზუალი რა არის? ამას რავი დაწერეთ თქვენ კომენტარებში. ჩვენ კითხავთ მე საბას და გეტყვით სწორი პასუხი რა არის. თუმცა ჩვენც ამოუხსნელია რა არის ჩესნი ვიზუალი. ძალიან კარგი. გიგა 1-2 სიტყვით რა სიტყვით ტექნიკური მდგომარეობაზე რა უნდა ეხა იდეალურად რო გავმართოთ ეს? გარდა ვიზუალური ბოდიში ხელოსნურად რო არ გვიპასუხო, არ უნდა ზმაი დაჯეკი არის და რაღაცე რეალურად რო იდეალურად გამართული იყოს. შუასადებების ნაკრები უნდა. აი ეგ ერმეტიკზე და სილიკონზე ეგეთ რაღაცებზე ვერ მუშაობს, იმიტომ რომ მაღალ ტემპერატურაზე უწევს მაინც მუშაობა და არ არის ეგეთი სილიკონები. პლუს მაგას ჭირდება უკვე კარგი დამუშავარია და უკვე უწევს კლაპნების სერვისი, იმიტომ რომ დაშორება გაიზარდა, რიჩხინებს, ხმა აქვს ზედმეტი. დანარჩენი ტექნიკურად მშვენიერი, დაჯექი იარე. რა გავაკეთო? მაინც მასე მომკიდა. რა გავაკეთო, არ შემიძლია. აი ეს არაფერი, მა იცის ამან. იცის. ეს ვიყიდე. იცის. იცის. დღეს მეგობრებო, ბოლოს ვიყიდე კუბას შუტკა. უბედგას ზეთის და გიგას ვეკითხე, მეთქი ეს ზეთი ნებს გაუვიდა თქვა? კიო და რატო გაუვიდა? მე თქვა, ნებრია შეჩემა, ასე იცის. რა იცის, ბიჭო? ასე, ბატონმა გიგუნამაც იცის რა უნდა ქნას და იცისოდ ნებრისთვის ეს ნორმალურია. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ჩაგვიმატებია ძრავში ზეთი, წამოვედით პირდაპირ ის. რადგან წვეთავდა, ესე იგი იყო. კარგი ლოგიკა. ძალიან კარგი. მოკლედ, რას ვაპირებთ ეხა ამ ნებრთან დაკავშირებით? ეს ნეპრი უნდა შევღებოთ, როგორც უკვე გითხარით რემა custom-ში. რემა custom-ში შეღების იდეა ის არის, რომ აბსოლუტურად ნიკოს გემოვნებაზე, როგორც გამოცდილი ადამიანი შევღებავთ. თუ არ მოგეწონებათ, რა თქმა უნდა, თქვენს და ჩვენს დავიწყებთ კომენტარებში მის ლანძღვას, კარგად გავლანძღავთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ნიკო კარგ რაღაცას მოიფიქრებს ამისთვის და კარგ რაღაცას შეარჩევს. თუმცა რო შეიღებება, მე რას ვუპირებთ? ალბათ ეს არის კითხვა, იმიტომ რომ 16 ვიდეო დავდევით იდიოტური და ბოლო-ბოლო გაურკვეველი არის რა გვინდა ამ ნეპრიდან. იდეაში ამ ნეპრის მუღამი ის იყო, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს, ასე ვთქვათ, მივცეთ ის სიამოვნება, რაც აქ ეტლიან მოტოციკლებს. ახლა არ ყავს ჰარლები და ასე შემდეგ ეტლიანები, რომელიც ძველებია და მახსოვს რომ არსებობს. კი. თუმცა მე ვერ ვერკვევ კიდაც მოტოციკლეტებში, არ გამლანძღოთ. ან გამლანძღეთ მაინც ფეხებზე მიგიდებ პრინციპში. ხო, შესაბამისად გვინდა რომ თბილისში რაც მოვიწვიოთ სტუმრები, ჩვენი არხის გამომწერებით შავიჯინოთ და რაღაც თემებზე ალბათ ვესაუბროთ თვითონ მოტოს მართვის დროს. რამდენად გამო არ ვიცი, თქვენი აზრით შემოგთავაზეთ რა შეიძლება რომ გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით და რამეს აუცილებლად ვიზამთ. ისევ ზარით ჩამერთნენ. დაკავებული კაცი ვარ, რა გავაკეთო. კარგი, მე მგონი დღეისათვის სულ ეს იყო. გამოგვიწერეთ მეგობრებო, დაგვალაიქეთ.
ან და არ დაგვალაიქო და არ გამოგვიწეროთ. ჩვენ მაინც გვიხარი ამას რო ვაკეთებთ. დიდად აქ ჭირდებლარიენ. ძალიან კარგი და შევხვდებით შემდეგ სერიაში შემდეგი პროექტის დასაწყისით. თუ ჩაუგდოთ შემდეგ სერიაში არა. ხო, შემდეგ სერიაში არა. ახლა ამით ვანახოთ რა მოვჭით ხდება. ხო. ხო, ანუ პირველი სეზონი პრინციპში ამით დასრულებული იქნება რა. აქ უნდა კონდეს ისკრა. სადა, ისკრა. აბა, შენ ძლიერი ხელი გაქვს. მოდი. ეს მუშაობ ხალ ხო იცოდეთ? უშვებ მაგას კადი. არ მუშვებ. უჭერ რას მასწავლე? ხო და მე მოშვება მინდა. ბატონო ლევან, მე 7-ჯერ გეტყვით, რომ ეს არ გადაიღო, გადაიღე ზირთად ჩვენი სახეები. დავარგე მგზდი. თოვლი. აბა! პიდილარის გაგვივს. ძალიან ახლო და უნდა გადაიღო ლევან, ძალიან შორდან იღე. მე 700-ჯერ გეტყვით. ეს გამოვაჩინე. ბატონი გაღუნჯი. მაგას გეუტრიალა. ქორწილის განაღებად უფრო გამოვიგე.